სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის მერტი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რასაც გვიწევს. ჩვენი სიმტკიცისათვის. ღვთისადმი სასვევების გამრავლებისათვის. ჩვენი გონიერებისათვის. და რომ ყველაფერი თითგვეძლება და ყველაფერი ჩვენი უმჯობესი სულიერი მდგომარეობისთვის არის დაშვებული ღვთისადმი. როცა ადამიანს განსაცდელი არ გონია, რომ ყველაფერი ისი, ასე ვთქვათ, ნიჭიერებით, ხელმარჯვებით, მოხერხებულობით ეძლევა. და მე თავს იმალებს და ღვთისთვის ადგილი აღარ რჩება მის გულსა და გონებაში. ბოლო განსაცდელით ადამიანს ამდაბლებს და ანახებს, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია თავის შეცდომებითა და სიკეთით. პასუხო ძველი აღთქმიდან დავით წინასწარმეტყველი, სოლომონ ბრძენი მეფე. ისინიც დაეცნენ კაცობრიობის ესეთი განჟით ამოწმებით. თავი აიმაღლეს და შემდეგ უკვე გონიერქმნილნი სხვანაირად ცხოვრობენ. ზოგმა შეძლეს, ზოგმა ვერ შეძლეს. ჩვენს განსაცდელით უფალი გვასწავლის, რომ მისი სიყვარული ჩვენს მიმართ არის უზომოდ დიდი და რომ როგორც უძღების შვილი, ისე ვართ ჩვენ ყველანი. ვწოდავთ და შემდეგ ესეთი შეცდომები დამზრებულები უფალთან მივიდივართ. ზოგს ეშინია ეშმაკისაგან მოტყუებულს, რომ რცხვენია როგორ უთხრას აღსარებაში და როგორ მოიქცეს. მაგრამ ღმერთი ამის გასაქარწყლებელ მაგალითებსაც ბევრს გვაძლევს და გვიჩვენებს. საკეთქვით თუ ძველი აღთქმიდან და თუ ახალი აღთქმიდან მოყოლებული. ჩვენ ხშირად გვესმის უფალს მართალ მიუყვარს და ცოდვილთა სწავლობს. პატროქიო მდინარე არ გავტეხო, არ ჩაართოს და ლერწამი გაზნექელი არ დაამტვიოს. ეს ჩვენ ადამიანებს ზიანათქო. არ არისო კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. დღეს სენება არის ნიფონტის ეპისკოპოსისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა, რომელიც ბავშვობაში, აი ჩვენი პატარები რო არიან, იმასაკიდან მოყოლებული, ეკლესიაში დადიოდა, უყვარდა სახურებაზე ყოფნა, კითხვა რომ გაიზარდა, მერე არასორი ცხოვრები დაიწყო ცხოვრება. და დიდი ხანი იყო თავის ამ დაცემულ სულიერ მდგომარეობაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ დროს მისთვის იყო შიში იმისა, რომ ღმერთი მას არ შეუნდობდა და არ აპატიებდა. და როგორც კი ამ ფიქრს გაევლებდა, იმ წუთას ისევ მიდიოდა და ცოდით ეცემოდა. მოკლედ ეს იყო მისი ცხოვრების ჯოჯოხეთური ნაწილი. იმიტომ რომ თითქოს ერთი მხარე გონებისა ეუბნებოდა ღმერთთან მისვლას და მის სიყვარულს ახსენებდა, ხოლო მეორე კი აშფოთებდა და აშინებდა, რომ ღმერთი არ გაპატიებს, არ შეგიძლიათ. და ბოლოს ახლა ერთი ამხანაგი შეხვდა და გამყურებული უყურებს და გაუკვირდა ნიფონტის და ეკითხება, რატომ უყურებ ეს გამყურებული? ასეთი მეშენ არასოდეს არ მახსოვ ხარ, არ მინახე ხარ და როგორ გაშავებული ხარ როგორც ეთიოპიელი. ეთიოპიელი სინონიმი არის ცოდვისა და ეშმაკის სინონიმი. და შეზრწმუნდა ნიფონტი და დაფიქრდა, რომ ეს მართლაც როგორი სულიერი სიმძიმე აქვს, რომ აი ესე თავისი მეგობარი, უახლოესი მეგობარი ასეთად აღიქოს მისი. სახარებიდან ხო გვახსოვს და ვიცით, რომ თუ თვალი შენი ბნელი არის, ესე იგი შინაგანია ბნელი. ხოლო თვალი თუ ნათელია, ესე იგი ნათელია გული და გონება შენი. ესე იგი თვალი ადამიანისათვის არის სარკე, ოღონდ ეს სარკე მარტო პირის სახის ხორცელს კი არ აჩვენებს, არამედ შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს ადამიანისას.
და ბევრჯერ გვითქვავს არა ადამიანებს რომ რისხანე გამოხედვა აქან მობიერია მისი თვალი ან თვალი იცის შეიძლება სახე არ იყოს ისეთი მაგრამ თვალი ყოველთვის აღიმებული არის ესე იგი შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა არის საცნაური მისი თვალით და ეს ნათელი თვალი ნათელ შინაგან მდგომარეობას გულისხმობს მოკლედ შეწუხდა ძალიან იპონტი და მთელი ღამე თავის ოთახში საცხოვრებელ ოთახში ჩაიკეტა და დაიწყო ტირილი და გოდება გოდებს და თავის წოდებს დედაღვთისმშობელს ეუბნება თან გულწრფელად თან მთელი აი ამ შინაგანი განცდით თავისი შეცდომებისა ამას ლოცვებში ეუბნება გადის საკმაოდ დიდი დრო და აღესრულება სასწაული ღვთისმშობლის სახე არა ამქვეყნიური არა ბუნებრივი ნათლით განათდება და გაიღიმებს ღვთისმშობლის ხატი მიეცემა დიდი ძალა იმედისა რომ ესე იგი ღვთისმშობელი მას აი ესეთ იმედის ნიშანს აძლევს დგება ასეთი შემართული მიდის ტაძარში ამბობს აღსარებას და ეზიარება მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ცოტა ესეთი მარტივი მოსაშორებელი არ არის არა ადამიანი რომელიც წლებია თავის შინაგან მდგომარეობას სულიერს არ აქცევს ყურადღებას მაგრამ რაღაცა დრო დაუდგება და მერე იწყებს ჩაფიქრებას თუ როგორი არის მისი მდგომარეობა სულიერი უნდა განთავისუფლება მაგრამ მე ძველი ჩვევა ნათქვამია ხო რეზოლუციაო არ ანებებს თავს ასევე ნიფონტიც როცა რომ დაეცემოდა და როცა რომ ვთქვათ ცოდას ჩაიდენდა ღვთისმშობლის ხატი პირსი ბრუნებდა მისგან ხოლო როცა რომ გულწრფელ აღსარებას ამბობდა ღვთისმშობლის ხატი ისევ არა ბუნებრივი არა ამქვეყნიური ნათლით გავწყინდებოდა და იმედს აძლევდა მოკლედ ესე გრძელდებოდა ეცემოდა მიდიოდა აღსარებას ამბობდა კიდევ ეცემოდა კიდევ აღსარებას ამბობდა და ბოლოს გადაწყვიტა იფონტიმ რომ აღკვეცილიყო მონაზვნად რომ უფრო სრულად და უფრო დიდხანს ყოფილიყო იმ მართალ მდგომარეობაში სულიერ მდგომარეობაში რომლის წყალობითაც ღვთისმშობლის ხატი მას ნიშანს აძლევდა და იმედს რომ მისი ღვთაებრივი ძე ქრისტე მას ყველაფერს შეუძლობდა თუ კი იგი იქნებოდა გულწრფელი თავის სინამდვილეში მართლაც მიდის და აღიკვეცება მონაზვნად და დაიწყებს განხილვებით ცხოვრებას და ღვაწლს, მაგრამ უფრო მეტი ღვაწლი უნდა და იწყებს წმინდა ადგილების მოლოცვას. და ერთ-ერთი მოლოცვის დროს იერუსალიმში ჩასული მას გადაუწყვეტავენ, რომ უნდა აკურთხო ეპისკოპოსად. საოცარი ხო? ალბათ ვიღაცა იტყო და აბა ეგ ნიფონტი ის არ არის ესე და ესე რაც ცოდავდა. და გაუხსენებდნენ სახარებაში ჩვენ ხო გვასოს მასხოვარი თავის სოფელში მივიდა თავის საცხოვრებელ ადგილას რომ მივიდა გამოვიდნენ სოფლელები და იცნეს და ერთი მეორეს ეუბნებიან ამან რა უნდა გვასწავლოს ეს ხურო რომ არის იოსები იმისი შვილი არ არის და მარიამ ის და მისი ძმები ესენი არ არიან და არ ენდნენ მაცხოვრის სიტყვას ისე არის ადამიანის იხსენებენ წარსულს არ ახსენდებათ ღვთის მოწყალება გონიათ რომ მხოლოდ მათი სიტყვა და ფიქრი არის მართებული და ამიტომაც ძვირად მახსოვრობით ისინი თავისავე სულს უკან დასცემ სულიერი განვითარების გზაზე და როდესაც რო ეპისკოპოსად მოხდება მისი ხელდასხმა მას წინასწარ ეუწყება რომ სამ დღეში გარდაიცვალა და მართლა 3 დღის მერე გარდაიცვალა საოცარია ღვთისამოწყალება და ღვთის მიმართ მადლიერი ადამიანის ცხოვრება. საოცარი ცხოვრებით იცხოვრა და ერთი მთავარი რაც მას აღკვეცდა იყო შიში იმისა, რომ ღმერთი მას არ შეუნდოდა. ისეა დღეს ხო აი არ ხდება რაღაცა პოზიცია, ვიღაცა ოპოზიცია, ერთი მეორეს თქვათ განიკითხავს, მეორენი უშორი სიტყვით ლაპარაკობენ, მაგრამ ეკლესია ზუსტად არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ყველასთვის ლოცულობთ. შეიძლება სახელებიც არ ვიცით, შეიძლება კი არა, არ ვიცით, ხო ყველას სახელი.
მაგრამ ვამბობთ, ჩვენ ლოცვაში კონდაქში ესეთი რამ წერია. აკურთხეთ მეუფე მოყარენიცა ჩვენი და მოძულენიცა ჩვენი. რატო? იმიტომ რომ სახარებაში წერია უფალმა გვიანდერზე მოციქულმა გვასწავლეს თავისი ცხოვრების წესით. აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით თქვენს მდევნელებს. ჩვენგან კეთილი რა არის? ახლა ალბათ ვიღაცა იფიქრებს რა უნდა გავაკეთოთ კეთილისაკენ, ხო მათთვის ვინც აი ესე ცუდად მეკცევა. არც არაფერი, მამები ამბობენ, თუ არ შეგიძლია რომ შეუნდო, მაშინ ხმამაღლა მაინც მოილაპარაკეთ. თუ არც ეს არ შეგიძლია, მაშინ შედი შენს სახლში, ოთახში. ჩაიგეთე და იქ თქვათ, ლოცვა წაიკითხე შენთვის. თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ ეცადო რომ ბოროტი საქმე არ გააკეთო. ანუ ყველას თავისი სულიერი შეძლებისამებრ მიეცემა ვაძლი, რომლითაც განაის რო სხვა გადაარჩენოს. ვერავინ ვერავის ვერ გადაარჩენს თავის სულზე ზრუნვა თუ არ დაიწყო. და საზომი სულზე ზრუნვის დაწყებისა თუ აი ამ ზრუნვის გაგრძობისა და სანუყარ საბოლოო შედეგებისთვის. საზომი რა არის? ცნება, როგორც უფალმა თქვა. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის ბევრ შეცდომას უშვებს. ერთი წმინდა მამა ამბობს, ბევრჯერ ვინანე ლაპარაკისთვის, მაგრამ მარასოდეს არ ვინანია დუმარებისთვის. ეს დუმარება საკუთარ თავზე ჩაფიქრებისა და ჩაღრმავების საკუთარი შინაგანის კარგად გაჩხრიკისა და გამოძიებისათვის არის მამებისაგან ნათქვამი და რჩევა მოცემული ჩვენზე. ვისაც შეუძლია პირველ რიგში თავის თავი დაინახოს, მან კეთილად იღვაწა, რომ თავისი სული გადაარჩინოს. სახარება კიდევ გვეუბნება, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც იტყვიან, აი აქ არის ქრისტე და აი აქ არის ქრისტე. და ბევრი მაგალითი მოხავს. გახსოვთ ხომ, ერთი გამოვიდა წინამძღვარი იყო, ბევრი გაიყოლა უდაბნოში, მოკვდა მათი წინამძღვარი და ის ხალხი საერთოდ დაიფანტა. ხოლო ქრისტე მიქადაგა პირველ საუკუნეებში. დღესაც ქრისტეს მიმდევრები რით ცოცხლობთ და რით მტკიცდებით, ძლიერდებით, ცნებით, რომელსაც ცდილობთ, რომ შევასრულოთ, აღვასრულოთ. რადგანაც მოციქული ამბობს, არა მსმენელი ცხონდება ცნებისა, ანუ ცნების მოსმენით კი არ ცხონდება ადამიანი, არამედ მისი დამცველი და მისი შემსრულებელი. რაც დღეს განსაცდელები გვაქვს ჩვენ ყველას, ერთისთვის არის ღვთისგან დაშვება. რომ ვინც ეკლესიაში დადის და ვინც აღსარებას ამბობს და ვინც ეზიარება, დაფიქრდეს კიდევ და საკუთარ სულზე იზრუნოს, რომ ააშენოს თავისი შინაგანი. რადგანაც ვინც თავის შინაგანს აშენებს, იგი ზრუნავს სხვაზეც. არ იქნება გამკითხველი და მაგალითის მიცემი იქნება თუ როგორ უნდა შემოოს. რა თქმა უნდა ძნელია, ადვილი არ არის. როდესაც ხორციელი ბნება და აი ეს ჟინი სრული განკითხვისა და თავის აღმოჩენისა, რომ და ყველაზე მართალი ვარ, იბრძვის და ებრძვის ადამიანს. მაგრამ უფალი ამბობს, უფალი არის შურის მაძიებელი. ყველას მოგკითხავს, ვისაც ბევრი მიეცათ, ბევრს მოგკითხავს, იმიტომ რომ მათ ბევრის მქონებოდ პასუხისგებლობას ბევრი აქვს. ხოლო ჩვენ ნამდვილად ბევრი მივიღეთ, რადგან ვიცოდებით ქრისტეს მიმდევრებად, ქრისტიანებად, თან მართალ აღსარებლად, ქრისტეს ცნებებით. ესე იგი, ჩვენი პასუხისგებლობა კიდევ უფრო დიდი არის. ამიტომაც დავშვიდდეთ უნდა, ლოცვა შევძლოთ და ღმერთი მიხედავს. შეისმენს რა მართლისა ლოცვას აუცილებლად მოგცემს იმ სათხოვარს, რომელსაც ვევედრებით. რა არის ჩვენი სათხოვარი? ერი დამშვიდდეს და გახდეს მადლიერი. რა თქმა უნდა, ეს მარტო გარეშე ლოცვით არ ხდება. მათზე ვიზაც ლოცულობთ, მათი სურვილი და მათი მონდომება უნდა იყოს, თორე სხვანაირად ღმერთი არ დაეხმარება იმას, ვისაც ამისი სურვილი ნება არ აქვს. ხოლო ეს თავისუფალი ნება ღვთისგან ჯილდოა მოცემული, რომლითაც ადამიანმა უნდა შეძლოს თავისი პასუხისგებლობიანი დამოკიდებულება ღმერთს აქვს. რით ცნებისადმი ერთგულებით და ძალისებრ მისისა ამ ცნების მსახურებით. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენს ქვეყანას მისცეს მშვიდობა. ღმერთს ვთხოვთ, რომ ღვთის სამართალი იყოს ყოველთვის
გამარჯვებული და აღმოჩენილი სხვა დანარჩენს. მაგრამ ამისათვის ნიადაგი ჩვენ ვართ, სადაც კეთილი მარცვალი დაითესა თესლი კეთილი, აღმოცენდა ჩვენი რწმენა სარწმუნოება, ამ სარწმუნოებით უნდა ღმერთს ვარწმუნოთ და ვინც ჩვენს გარშემო დგას, რომ ქრისტიანობა მართლმადიდებლობა აღმავლებული რელიგიაა სხვასთან შედარებით. მერე იწყებენ ათას მოგონელ, ასე ვთქვათ, ამაოდ ბრძნობას. ყველა ჯულის მცოდნე და ჯულის კანონისტია. ყველა იძახის, რომ თურმე მუცელზე გამავალი ხდება შობა 25 ჟურნალისტ სასწავლო თუშეთში. ეკლესიამ რას დაგვიტოვა და ჩვენმა წინაპარმა როგორადაც თქვა, მისაღები არის ჩვენთვის ის. ვიღაცა იტყვის გესმით ბოლომდე ერთმა ცნობილმა მეცნიერმა. ესე იგი, როდესაც ალბათ მაშინაც იყო ესეთი დავა, აინშტაინი. თქვა, ესე იგი, ბიბლიაში ის რო წერებული იყო, რომ ვეშაპმა იონა გადაყვაყო კი არაო, იონამ გადაყვაყო ვეშაპი, იმასაც კი დავიჯერებდია. რაც რომ წერია, ჩვენ იმაზე მეტი მოწმობა საკუთი არ გვჭირდება. ერი მემრუშე ეძებს სასწაულს. ჩვენთვის სასწაულით საკმარისია ის, რომ ვარსებოთ. იმ ენაზე ვმეტყველებთ, რომელ ენაზე ჩვენი წინაპარი და ცხოვრობთ იმ ადგილზე, სადაც რომ ცხოვრობთ. ის რომ ზეამოდის და გვეძლება საშუალება კიდევ რომ რაღაცა სიკეთე გავაკეთოთ. ის რომ ღამდება, რომ გვეძლება საშუალება რომ ვილოცოთ, რომ მშვიდობიანად დავასრულოთ ღამე და მშვიდობიანი დილა მოგმოდოს. ეს ყველაფერი ღვთით არის მოცემული. ვერც გონება ჩასწრება და ვერც ვერანაირი სიტყვა აღწერს ღვთისა დიდებასა და მადლიერებას. ამიტომ ჩვენი ერთადერთი რაც რომ გვევალება, ვიყოთ ღვთის ცნების მიმდევარნი და მორჩილნი. ძალისეებს ჩვენის. არავის არ მოსთხოვენ, რომ დღეს 21 საუკუნეში ძველი მამების მსგავსად მეუდაბნოეთა ღვაწლი იტვირთო. არა, მაგრამ მამები გვანუგეშებენ. დღევანდელი ქრისტიანების მცდელობაც კი გატოლებული არის მეუდაბნოე მამების ღვაწლს. ესე იგი, ქრისტიანობა ვიწროდ სავალი გზაბილიკია, მაგრამ მადლით სავსე. და ეს მადლმოსილება ღვთით მოგვეცა, რადგან უკვე მოგვეცა თუ მემდევნოს თქვენს გდებიან. და არ არის მოწაფისათვის იმაზე აღმატებული, რომ თავის მასწავლებელს მიემსგავსოს. და როგორც მისი მოწაფე რჩეული თავისი ცხოვრებით ემსგავსება მასწავლებელს, მოციქულთა ცხოვრებაც ამას გვიმტკიცებს. პეტრემ ითხოვა ჯვარცმას ჩემი მასწავლებლისა მოძვრისა მომცეთ თავდახირა დავკიდეთ და ბევრი წმინდანი არის რომელიც აი ამ ქრისტეს მოწამეობისათვის ცხოვრებასაც არ ეშურებს. ეგნატე ღმერთშემოსილის ხსენება იყო. ეს ის ბავშვია ეგნატე, რომელიც უფალმას თქვა, რომ აი ამ ბავშვებით თუ არ იქნებით სასופველოს ვერ დაიმკვიდრეთ. გაიზარდა, გახდა საეკლესიო მამა, დიდი მამა და ქადაგებელი ქრისტესი. დაიჭერეს და რომში მიიღალ. შეწუხთ ამ რეული, გზადაგზაბდებიან, ეფერებიან ამას. სიყვარულს გამოხატავენ. ბოლოს დაწერა ეგნატემ ეპისტოლე, წერილი და თავის მლოცვალ და ერთგულ და მოყვარულ ადამიანებს მისწერა. მახარებს თქვენი ჩემდამი სიყვარული, მაგრამ მეშინია, რომ თქვენმა სიყვარულმა საფრთხო მადლს ქრისტეს სახელისათვის მოწამეობას არ დამაყროს. რადგან ეს არის ჯილდო აი იმ შრომა ღვაწლისათვის, რომელიც მან გასცია. მიიღავთ კოლიზეუმში და გახელებულ ნადირებს შეუდეს დასაგლეჯად და ამბობს იცოდეთ, მე არა დანაშაულისათვის ვისჯები, ანუ მომიყვანეს აქ, არამედ იმისათვის, რომ ქრისტე მიყვარს და გზად როცა მოდიოდა, ცველები ეკითხებია, რატო ემეორე ქრისტეს გამომებით. პასუხობს, რადგან ვინც აკყავს გულში, მის სახელს ყოველთვის და ყველგან გაიმეორე. მე ვარ მარცვალი ხორბლისა, რომელიც ლომთაყბებით დავიქვები და აღმოაცენებ მადლს და ნაყოფს კეთილს მრავალთათვის. და მართლაც, როდესაც ლომებმა მოაგდინეს და აგლიჯეს ეგნატე ღმერთშემოსილი,
ტარვალებმა გული, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამოიღეს, გადაჭრეს შუაზე და ნახეს. ერთ მხარეს ეწერა იესო და მეორე მხარეს ეწერა ქრისტე. იესო ქრისტე, შემწე და მფარველი ჩვენი, იყოს ჩვენი მაკურთხეველი ასწაულისამდე. ამინ. ჩვენთან ღმერთი. სადღესასწაულო მსახურება დაიწყება ხვალ ორშაბათს საღამოს 10 საათზე. ამის თერა. იოცავთ დამდეგ დღესასწაულს.